ლაშას გული რამდენჯერმე გაუჩერდა. მან 10 თვე გაატარა კომაში. აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლის სოლისტ ლაშა სახეჩიძეს დანა გაუყარეს პირდაპირ გულში. ახალგაზრდა ბიჭს თავს დაესხნენ, როდესაც ის რეპეტიციის შემდეგ სახლში ბრუნდებოდა. ღმერთო, რა სისასტიკეა. მთელი საქართველო ტირის ამ ბიჭის სოდვით. ექიმები ერთხმად ამტკიცებდნენ, რომ ასეთი დარტყმის შემდეგ გადარჩენის შანსი ნულს უდრის, მაგრამ ყველა საშინელი პროგნოზის მიუხედავად ის გადარჩა. ეს უფლის სასწაულია, ნამდვილი სასწაული. ჟანგბადის ხანგრძლივი უკმარისობის გამო ლაშას დაუზიანდა თავის ტვინი და დამბლა დაეცა. ტანჯულ ბიჭს მენჯბარძაყის სახსარზე 2 რთული ოპერაციის გაკეთება ესაჭიროება მოძრაობა რომ შეძლოს. ერთი ფეხის ოპერაციის ღირებულება 18,000 ლარია. 3 თვეში კი ასეთივე ოპერაცია მეორე ფეხზეც დასჭირდება. შემდეგ კი ხანგრძლივი რეაბილიტაცია იქნება საჭირო. ეჭვიც არ შეგეპაროთ ყოველი შემოწირული ლარი. ლაშას მკურნალობას მოხმარდება და გადაირიცხება პირდაპირ კლინიკაში. მთელი საქართველო ამ კეთილი საქმისთვის უნდა გაერთიანდეს. შეისმინეთ ტანჯული დედის ვედრება. მცირედი თანხა მაინც გაიღეთ მისი შვილის გადასარჩენად. გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ოფიციალური საიტის მეშვეობით.